7 და 8 ივნისს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. სარაკეტო იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზე, ასევე ქალაქ ხარკივსა და ხერსონზე. დაღუპულია 12, ხოლო დაშავებულია 65 ადამიანი. მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაკავებულებს შესაბამისი დახმარება მიეწოდებათ. ამჟამად ხარკივში რუსული ბომბების შედეგად დაშავებულ ადამიანებს დახმარებას უწევენ. ეს იყო სასტიკი დარტყმა ქალაქზე დღისით და ისინი ქალაქ ხარკივს მთელი დღის განმავლობაში ესხმოდნენ თავს. ღამით ხარკივს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ. ახლა კი საჰაერო დაბომბებიც დაემატა. დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაზარალდა. სამწუხაროდ არის მსხვერპლი. ვოლოდიმირ ზელენსკი მისაუბრა რუსეთის მხრიდან სტამბოლში მიღწეული შეთანხმების დარღვევაზეც. უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ კიევი ყველაფერს აკეთებს პატიმრების დასაბრუნებლად, მაგრამ რუსეთმა არ წარმოადგინა 1000-ზე მეტი პატიმრის სია, რომელთა გაცვლაც უნდა მოხდეს. Повных списків від Росії. სამწუხაროდ რუსეთიდან ჯერ კიდევ არაა სია, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი იქნება წარმოდგენილი, როგორც ეს სტამბოლში შევათანხმეთ. როგორც ყოველთვის, რუსული მხარე ბინძური პოლიტიკური და საინფორმაციო თამაშის ჩატარებას ცდილობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ კრემლმა განაცხადა, რომ მოსკოვი 1212 ჯარისკაცის ცხედრის გასაცვლელად მზადაა და დასტურს კიევისგან ელოდება.